მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის 25 ადგილს იკავებს. საქართველოს პოზიცია 8 ადგილით არის გაუმჯობესებული და ევროკავშირის 17 ქვეყანას უსწრებს. საკრედიტო ბაზრის ეფექტიანი მართვა, დაბალი ინფლაცია და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო. ეს ის ძირითადი ფაქტორები არად საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესებას განაპირობებს. რა გავლენას მოახდენს გაუმჯობესებული პოზიციები პოტენციურ ინვესტორებზე და როგორია ეკონომისტების შეფასებები. მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით. მთავრობის ზომა, სამართლებრივი სისტემა და საკუთრების უფლებები, წვდომა მყარ ვალუტაზე, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაციები. ეს ის ძირითადი კრიტერიუმებია, რომლითაც ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი იზომება. სწორედ მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 8 ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის 7,69 მეასედი ქულით 25 ადგილი დაიკავა. როგორც გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება განპირობებულია რიგი პოზიტიური ფაქტორებით, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, საკრედიტო ბაზრის ეფექტიანი რეგულირება, დაბალი ინფლაცია და ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს ფორმირება. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში აცხადებენ, რომ რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 17 ქვეყანას. ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით კი უპირობო ლიდერია. ამასთან, როგორც ხელისუფლებაში აღნიშნავენ, საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესება სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი მმართველობისა და ჯანსაღი ეკონომიკური პარამეტრების შედეგია. საქართველოს ვიზანია, რომ აღნიშნული მიმართულებით განაგრძოს სხვადასხვა რეფორმების გატარება, რათა საქართველოს გაიძლიეროს პოზიციები როგორც საერთაშორისო რეიტინგებში, ასევე უზრუნველყოს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი მმართველობა და ასევე ეკონომიკური პარამეტრების სიჯანსაღი. ეკონომიკური თავისუფლება ეს არის ქვაკუთხედი ეკონომიკური განვითარების ბიზნესის დათვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებისათვის. საქართველოს აქვს ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა, ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესი გრძნობს თავს თავისუფლად, ეკონომიკური თავისუფლების მაღალი დონე უზრუნველყოფს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და საქართველოში არის გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდა. მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურება არის კარგი სიგნალი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ჯანსაღი ეკონომიკური გარემოა, აცხადებენ სპეციალისტები. ვახტანგ ჭარაიას თქმით, როგორც საერთაშორისო ინსტიტუტები და ორგანიზაციები, ისე სარეიტინგო კომპანიები დეტალურად აკვირდებიან ამა თუ იმ ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს და კვლევებზე დაყრდნობით ადგენენ საბოლოო რეიტინგებს. შეიძლება ვთქვას, რომ ზუსტად ამ საკითხებზე არის ხოლმე პოლემიკა, რომ საქართველოში მდგომარეობა არათუ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა, მაგალითად კორუფციის იქნება სასამართლოს თუ სხვა კუთხით, მაგრამ ფაქტი არის, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაცია, ისე როგორც სხვა სარეიტინგო კომპანიები, დეტალურად აკვირდებიან ამ საკითხს, დეტალურად სწავლობენ, არ არის მხოლოდ ვიღაცის აღქმაზე და ვიღაცის მიერ შესაძლებლობაზე ტელევიზიით გააჟღეროს, რომ ქვეყანაში კორუფცია მოიმატა თუ დაიკლო, არამედ კოლევებზე და გარკვეულ მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებენ თავიანთ შედეგებს, ადარებენ სხვადასხვა ქვეყნებს და იღებენ იმ რეიტინგს, რომელიც არის ამ შემთხვევაში საქართველოსთვის მიჩენილი. შესაბამისად, ეს უფრო სანდოა. მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება შემუშავებულია კანადური ფრეიზერ ინსტიტუტისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით. რეიტინგი ზომავს ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს. აფასებს კანონის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, კერძო საკუთრების დაცულობას, ინფლაციას, ბიუროკრატიის წნეხს, ვალუტის სტაბილურობას, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას და სხვა მახასიათებლებს, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. რეიტინგში გამოქვეყნებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებსა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვა.